კოსმა გუმბერიძე, პროფესიით განათლებით იურისტი და შემოპირთა უფლება დამცველი. მე აქ ვდგავარ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რომ ჩვენ არ მოვექცეთ იზოლაციაში, რომ არ შემოგვავლონის მავთულხლართი მთელ ქვეყანას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებს უკვე აქვს შემოვლებული და იმისთვის, რომ არ აღმოუჩნდეთ რაღაცა ბლოკადაში და ბერლინის კედლები არ აგვიშენონ გარშემო, რასაც სამწუხაროდ ძალიან ცდილობენ. ზუსტადაც რომ ევროპაში რო ჩადიან ხოლმე ადამიანები, იქ აღმოაჩენ რომ თურმე რამდენი შიშილო პირი არსებობს, იმიტომ რომ იქ არის ნორმა ის, რომ ადამიანები გადაადგილდებიან ეტლით, ან ხელჯოხით, ან სხვადასხვა დამხმარე საშუალებით და ეს არავის არ უკვირს. და ჩვენთან ეს ადამიანები ვერ დავდივართ, იმიტომ რომ უბრალოდ არ გვაქვს იმის ხელშეწყობა და იმის გარემო, იმისი განათლება და კიდე ძალიან ბევრი რამ, რაც ამას სჭირდება, რომ ჩვენ შევძლოთ და ჩვენით ვიაროთ მათ შორის და გამოვჩნდეთ და ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. და აი ამ ინფორმაციას ჩვენ რო ჩავდივართ ევროპაში და ამას ვნახულობთ, რა თქმა უნდა გვიჩნდება კითხვა, ვისზე ნაკლები ვართ ჩვენ ქართველები, რომ ჩვენ ქვეყანაში გქონდეს მსგავსი გარემო და ის ყველა შესაძლებლობა, რომელიც განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვს. და ეს არ უნდათ სწორედ, რომ ჩვენ კონტრასტი გქონდეს, შედარების საშუალება გქონდეს, უნდათ რომ ან წავიდეთ და აღარ მოუბრუნდეთ და ამ ქვეყანაში პოლიტიკაში აღარ ჩავერთოთ, ან უნდათ რომ გავჩვენეთ და საერთოდ ვერსად ვეღარ გავდიოდეთ. აი ეს არის ამ ყველაფრის ტრაგედია. თუნდაც ის რომ ეს ახალი კანონმდებლობა რომ ემიგრანტებს არ აძლევენ უფლებას რომ ხმა მისცენ, ეს ირიბად ხალხო იმასაც ნიშნავს, რომ უცხოეთში ნამყოფი ადამიანი რა გამოდის, რომ არის ანუ რაღაცა გავლენის ზემოქმედების ქვეშ, ანუ სანდო არ არის. ანუ ერთმანეთი დაგყვეს, დაგვაპირისპირეს ერთმანეთს, ყველაზე დიდი მავნებლობა არის სწორედ ეს, რაც მათ ჩაიგდეს.